PTSD და PTSA. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჩემი თვალით დანახი ჯარის მორიგ ეპიზოდს ჩვენი პოდკასტების სერიის. სალამი. თორნიკე თვარაძე, თადარიგის მთავარი სერჟანტი, რატი მუჯური ჟურნალისტი. მადლობა რომ გვიყურებთ, თქვენს შეფასებებს წერთ, პოზიციებს აფიქსირებთ და გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებებს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმისთვის რომ გავიზარდოთ მეტ ადამიანამდე მივიდეთ და ასევე გავითვალისწინოთ თქვენ რა გაინტერესებთ. ყველაზე მეტი ასე ვთქვათ კითხვა და ინტერესი მოდის ხოლმე მაინც აი ამ გამოწვევებში რა არის გამოსავალი, როგორი შეერაღება უნდა გქონდეს, როგორი თავდაცვა უნდა გყავდეს და ეს ისეთი თემა, სადაც ერთ ეპიზოდში ვერ ჩავსდებით, ამიტომ ეპიზოდების სერია შემოგთავაზებთ. უკვე მომავალ შაბათს გვექნება გაწვევის სისტემაზე, მოდელზე, ჯარის მოდელზე, როგორი ჯარის მოდელი გვინდა, როგორი გვაქვს, კანონმდებლობა ეხლა რო შეიცვალა, როგორი არის, რა შეიცვალა ამ კანონში. ამ ყველაფერზე დეტალურად ილაპარაკებს თორნიკე და ასევე გავცვლით მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ჩვენი წარმოდგენით, როგორი იქნებოდა კარგი რომ იყოს, ასე ვთქვათ, მოდელი და მე უკვე შეიარაღებას და ტექნოლოგიებს და რაღაცებს ცალკე ეპიზოდებად შემოგთავაზებთ. მაქსიმალურად შევეცდებით რომ ეგ მოვასწროთ ამ პერიოდში და კარგად დავამუშავოთ რომ მინდა რომ თუ ეგ არ იქნა მოკითხა ანონსი რო არ გამართლდეს ყოველ შემთხვევაში ყველა ვარიანტში მაქსიმალურად ჩავეტიო მინდა ამ ყველაფერში. ხო, რაც შეეხება ესე იგი გამოხმაურებას საკმაოდ იმატებს, ანუ მეგობრები, თავყოფილი თანამშრომლები საუბრობთ უკვე ამ თემებზე, განვიხილავთ და ჩართულობა არის ძალიან დიდი და ინტერესი, ანუ უკვე მიმართულებებიც არის რაღაც მხრივ. რჩევები რითაც ძალიან დიდი მადლობა გაგვეხმარება ჩვენ. მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც პირველად გვიყურებთ და არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ არხი, დაგვალაიქეთ და აშერეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე უფრო ბევრ ადამიანს მივწვევით. რაც შეეხება დღევანდელ სასაუბრო თემას, ეს ერთგვარი გაგრძელება არის წინა ეპიზოდის, როდესაც მისიებზე ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ ყველაზე ასე ვთქვათ, ხანგრძლივი საბრძოლო გამოცდილება საქართველოს შეერაღებულ ძალებს მოქმედს, ასე ვთქვათ, თანამედროვე სწორედ მისიებში აქვს მიღებული და ის, რაც მერე იჩენს ხოლმე თავს. ის რაც მაშინ პროცესში ემართება ადამიანს და მერე იჩენს თავს, ეს არის PTSD. ქართულად პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. თუმცა საუბარში PTSD-ს გამოვიყენებთ, რადგან დამკვიდრებული ტერმინია და მაინც მეტნაკლებად სტრესული აშლილობა. შემდეგ შესაძლებელია თქვა, ხო, ვარიაციის სახით. ეს არის ძალიან ესეთი რთული და ყოვლისმომცველი თემა. და მინდა რომ ამაზე ვილაპარაკოთ, კი არა და შენგან მოდის იდეაში ეს ინიციატივა წინა ეპიზოდშივე გინდოდა საუბარი, თუმცა იმ ხელა თემა რომ ყველაფერს ერთად ჩავდეთ, დღევანდელი დღე კლიენტ ამას დაუთმოთ. მოდი გამიზიარე შენი გამოცდილება, ჯერ დავიწყოთ იმითი არა რა უნდა ეშველოს, არამედ თუ გქონია ზოგადად პერსონალურად თუ გქონია თავს გადახდილი ან თუ იცნობ ადამიანს და როგორ იჩენს ხოლმე ეს თავს. ძალიან საინტერესო თემა არის, ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან საჭირო თემა არის. ზოგადად არ არის მარტო ჯარისთვის, ზოგადად ვისაც სტრესი ადამიანებისთვის, ხო, შეიძლება იყოს ავარიის შემდეგ მდგომარეობა, რომელიც არ იჩენს თავს იმ მომენტში, ან ცოტა ხნის შემდეგ იწყებს ესე თავის გამოჩენას. ან ნებისმიერი სხვა სტრესულ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება აღმოაჩნდეს რაღაც თვისებები და სიმპტომები ამ მდგომარეობას. ესე დავარქვათ, მოდით, მდგომარეობა რაღაცის ტრავმის შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ ჯარზე, რა გვაქვს ნანახი, როგორ მაქვს მე აღქმული ეს ყველაფერი. და აი დაკავშირებებს გავაკეთებ მოკლედ. ესე იგი პირველად მე ამ თემას შევეხე, ну რა თქმა უნდა, ეხა გაგებით მქონდა და მე რაღაც ესე ვთქვათ, წაკითხული თუ რას ნიშნავდა და მოსმენილი. თუმცა აი უფრო სიღრმეებში შევედით უკვე მთავარი სერჟანტის აკადემიაში, ამერიკაში იყო კონკრეტულად ამ რამდენიმე საათი იყო დათმობილი ამ თემას. და თავისი მაგალითები თუ რა მოყვება ამ PTSD-ს და როგორ პირველი ეტაპი აღმოჩენის ან მობილიზების როგორ შეიძლება დაუშვათ თავს გაუფრთხილდეთ ან როგორ შეიძლება გავიაროთ ეს პროცესი
რა საფეხურები არის დაუშვათ ხო არის რა საომარ სიტუაციაში შეიძლება ისეთი რამ გადაგხდეს თავს ნახო და ისეთი სტრესი და ტრაუმა მიიღო რომ იმ მომენტში რაღაც საფეხურები შეგიძლია შენ საფეხურებით და რაღაც პროცედურებით შეხვდე ამ ყველაფერს ასევე შენზე ასევე შენს ხელმძღვანელობაზე და ნებისმიერ ჯარისკაცმა უნდა იცოდეს ამის აღმოჩენა მაგალითად შეიძლება შენ ვერ აღმოაჩინო რაღაც ოპერაციის შემდეგ შენში ცვლილებები მაგრამ აღმოაჩინო შენმა თანამებრძოლმა ვერ აღმოაჩინოს ვერც თანამებრძოლმა და ვერც ქვედანაყოფმა მისიაში ყოფნის დროს ან ოპერაციაზე ყოფნის დროს მაგრამ აღმოაჩინოს შენმა მეგობარმა ოჯახის წევრმა შვილმა უკვე სამოქალაქო სახლში როცა დაბრუნდები როცა შეებულება გაქვს როცა ჩვეულებრივად ცხოვრების რითმი არის სამოქალაქო და მან შეიძლება თავი იჩინოს ამ ყველაფერს ამიტომ რომ ბევრი რაღაც შეგვიძლია ჩვენ დავაკავშიროთ ამ ყველაფერს მაგრამ ეხლა პროცედურულად მივყვეთ რომ მე მისეულებს პროფესიონალური შეხება ამ საკითხთან მქონდა უკვე მთავარი სერვანტის კურსზე სადაც განვიხილეთ თავიდან ბოლომდე ამერიკაში რა შედეგები მოყვა სხვა პერიოდის საბრძოლო მოქმედებებს ვიეტნამიდან დაწყებული ზოგადად მე მგონი 1966 წელს ბრიტანეთში დაიწყო ამასთან დაკავშირებით პირველი აღმოჩენები და დამუშავება ამ თემის მაგრამ მე უკვე ვიეტნამის ომის შემდეგ და ასე შემდეგ ამერიკაზე რო ვისაუბროთ და შემდეგ ჩაიდო კურსში რა თქმა უნდა რომ ყველანი მომზადებულები ყოფილიყავი და ზოგადად ცნობადობა ამ საკითხის მიმართ უფრო მეტი ყოფილიყო. ხო, იდეაში ამაზე ლაპარაკის დაწყებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ერიდებოდეს, ერთხანოდეს, არ უნდადეს ამისი თავის გამოჩენა. ვერ გააკეთოს იდენტიფიცირება. და ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ლაპარაკი და მნიშვნელოვანი რომ ეს მათ შორის ამ თავარი სერჟანტის კურსში იდო, რაც იმას ნიშნავს, რომ სერჟანტებს უნდა გქონდეთ მათ შორის უნარი ეს დააფიქსიროთ, ხო? კი და არა მარტო სერჟანტის ნებისმიერ როგორც ვახსენეთ ჯარისკაცები მე ხე ამ შემთხვევაში როდესაც კურსზე ვიყავით ჩემს მეუღლეს გაატარეს სპეციალური კურსი სადაც მას შეეძლო უკვე იდენტიფიცირება გაეკეთებინა ანუ ოჯახის წევრებსაც ასწავლიან ანუ სამოქალაქო პირებს კი ანუ შენთან ერთად ვინც იზიარებს შენს კარიერას ესე რომ ვთქვა და სამსახურს შენ ცხოვრებას ამ შემთხვევაში თუ შვილის იმას აქში არის რომ მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს ცნობიერება, მას აუცილებლად ასწავლიან რაღაც საფეხურებს იდენტიფიცირების. და რა თქმა უნდა, გეხმარება შენს და საერთო ყურადღებას იწვევს და ასე რომ ვთქვათ, ცნობადობას. ესე იგი, ხო, რაც ამერიკაში ყველა თავის ომს რაღაც პროცენტულობით იზრდებოდა დროთა განმავლობაში და იზრდებოდა რა თქმა უნდა ამაზე მუშაობას და ამაზე წინააღმდეგობას და იქნებოდა სპეციალური პროგრამები, სპეციალური ცენტრები რეაბილიტაციის ფსიქოლოგების მიდგომები იწვევდა და დროთა განმავლობაში ეს ჩამოყალიბდა როგორც არის რომ ავიღოთ რაღაც სამსახური რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ომიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსახურეებს და ამაზე ბევრი ფილმიც არის გადაღებული სხვათა შორის ამ კურსის განმავლობაში იყო რამოდენიმე ესეთი რეფერენსი ფილმის რომ სად რა გვეყურებენ და იმ ფილმში კონკრეტულად რა მომენტებზე მიგვექცია ყურადღება და ერთ-ერთი არის აი თუ გაუზიაროთ მაყურებელს. ხო, თუ გახსოვთ, ანუ ამერიკ სნაიპერი, მე მგონი სნაიპერი ქვია ეს პირდაპირ ფილმს. ალბათ ბევრს გვექნება ნანახი და აქვს ნანახი. თუმცა აი კონკრეტულ ამ მომენტს რაღაცნაირად ეს დაკვირვებით შეიძლება ვერ მივაქციეთ ყურადღება და მაგ ფილმში არის ხოთა შორის ორი მომენტი არის, როდესაც ეს სნაიპერი ბრუნდება რამოდენიმე ჯერ იყო მისიაში და ერთ-ერთი მისიიდან დაბრუნების შემდეგ მე მგონი პირველი 9 თვიანი დაბრუნების შემდეგ ანუ როდესაც ჩამოვიდა ეს საზღვაო ძალების სნაიპერი იყო სახში არ მივიდა და ანუ ესე ზის პაბში ბართან და სვამს და უყურებს რაღაც ფეხბურთს და თან ურეკავს მეუღლეს რომ გამარჯობა რაღაცა როგორ ახარ აშვები და საუბარში აღმოაჩენს მეუღლე რომ უკვე ჩამოსულია და ეს იმდენად დაძაბულია ვერ გამოდის ომის მდგომარეობიდან. ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს. ხო, ეს უკვე ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ვერ გაბედა სახლში მისვლა და ნუ რაც მეუღლესთვის გაუგებარი იყო, რომ აი რას ქვია, აქ ხარ და არ შემოხოდი ბავშვები გეოდებიან რაღაცა ჩვენს გვინდა რომ გნახოთ რაღაც და აი ეს მომენტი არის როცა უკვე შეიძლება რეაგირება ეგეთი კონდეს მეუღლეს, მაგრამ არის უკვე ნიშანი, რაზეც შეიძლება ძალიან ესე მარტივად უმეგობ რომ მოკლედ ასეთ სიტუაციაში. და მეორე მომენტი არის, უფრო სამი მომენტია, ერთ-ერთი არის კიდევ აი სნაიპერში ფილმი, როდესაც
ესე გამორთულ ფილმში ესეა რომ კადრი ეს ტელევიზორის მეორე მხრიდან უყურებ და რო უყურებს ესე როგორც ჩვენ ვზივართ ახლა და ხმები ისმის ფილმშიც და საბერძნებას ტოვებსო თითქოს რაღაც უყურებს, მაგრამ რაღაც ომის ხმებია რა. და კადრი როცა ბრუნდება სხვათა შორის აი ძალიან რეალისტურია და თუ რაღაცა ფილმებში ხო ჩანს რომ ვიღაცამ ნამდვილად ჯარისკაცებთან მუშაობით ჩადო ის მომენტი ხო აი ფილმში ეს მომენტი ყველაზე ახლოს არის როდესაც ბრუნდები და ეს სნაიპერი ზის და უყურებს გამორთულ ტელევიზორს და ამ დროს შემოდის მეუღლე და ხედავს ამ ყველაფერს ანუ ეს ფილმშიც იმიტოდებს რომ ეს PTSD-ს არ გამოვრიცხავ რომ ეშ რაც თქვი რომ მე ოჯახის წევრებს დაუწყეს ტრენინგი შეიძლება რამე კონკრეტული გამოცდილება იყო რაც მე ფილმშია და მე ამაზე დაკვირვებით კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას რომ ეს წინა სერიებში ნახსენები ჩვენი ეს case study ეგრეთ წოდებული ან მაგალითზე დაფუძნებული არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამას დამალვა არ უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ ეს თემა. იცი რა მაინტერესებს შენ ახსენე რომ თვით იდენტიფიკაცია შესაძლებელია. შეგიძლია რამე რჩევების სახით ვინც ახლა გვიყურებს მათთვის რომ არ არის აუცილებელი რომ ჯარისკაცი იყოს ხო როგორც შენ ახსენე შეიძლება რაღაცა სხვა ცხოვრისებური სტრესული ტრავმა ქონდეს ან როგორ უნდა თვით იდენტიფიკაცია როგორ უნდა მოხდეს ანუ რა არის ნიშნები რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ესე იგი მე მოდი ანუ თვითონ ამ რეფერენს გამოვიყენებ კურსს სადაც მე რაც მასწავლეს ესე რომ ვთქვა და დაფუძნებული იყო რაღაც ცოდნასთან და გამოცდილებასთან პირდაპირ თორნიკე თუ არაძის აზრი რო არ იყოს პირველი ნიშნები ესე იგი რისი თქმა მინდა ეს შეიძლება იყოს სპეცოპერაციიდან იქნება თუ ნებისმიერი მისიდან დაბრუნების 9 თვიანი იქნება ერთკვირიანი მნიშვნელობა არ აქვს გააჩნია მხოლოდ რა მოხდა და არც მომხდარი ამბავის სიმძაფრეზე არ არის მაინც იმიტომ რომ არავინ არ ვიცით რა მოქმედებს ჩვენზე ჩვენ შეიძლება უბრალოდ რაღაც აი დავინახოთ რომ რაღაც ცხოველი გაიტანა ძაღლმა და მაგაზე გქონდეს რეაქცია რაღაცნაირად ხო ყველა ადამიანს თავისი ფსიქოლოგიური ესე რომ ვთქვათ წითელი ხაზები აქვს ამ შემთხვევაში რო ვისაუბროთ მისიდან დაბრუნა ერაყიდან ან ავღანეთიდან უფრო ავღანეთიდან დაბრუნებულზე ნუ სიმძაფრე რა თქმა უნდა ამ ნანახი ოპერაციების რაღაც ამბების უფრო დიდია ეს რომ ვთქვათ რომ დაბრუნებიდან არ არის აუცილებელი მეორე დღეს მეორე კვირას ან მეორე თვეს გქონდეს მე როგორც მახსოვს შესაძლებელია რამოდენიმე წლის შემდეგაც უკვე აღმოაჩინო ანუ რა ხდება კონკრეტული ფაქტის შემდეგ ან ხმამ ან მოძრაობამ ან ვიზუალიზაციამ მოახდინოს შენზე ეს ესე რომ ვთქვათ გავლენა აი მაგ ფილმზე რომ გავაგრძელოთ საუბარი ამ ჩვეულებრივ გარემოში ადამიანი რომელიც დაბრუნდა სახლში ბავშვებთან და სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ერთობა და ძაღლი ეთამაშება ბავშვებს და ანუ აქ დაინახა საფრთხე ანუ დაცულ მუდმივი დაძაბულობა გაქვს ესე რომ ვთქვათ ფიქრობ იმ განწყობით ხარ რაც იყავი ოპერაცია როგორიც იყავი ოპერაციაზე და ესე იგი ფიქრობ იქ როგორ განსაზღვრავდი დროს როგორი სიფრთხილე ქონდა რას აკვირდებოდი რა იყო შენთვის საეჭვო მოძრაობა აი დავშოთ მაგალითად კოლონაში გადაადგილების დროს ან პატრულში გადაადგილების დროს ნებისმიერ მოახლოებას ან უცებ აი რაღაც მკვეთრ მოძრაობას შენს მიმართულებაზე ამან შეიძლება შენში გამოიწვიოს უკვე შეიძლება გამოიწვიოს შეიძლება არა მაგრამ შენ თუ ამაზე რეაქცია და რეაგირება გაქვს ეგ უკვე შენ ხარ უკვე დაძაბული ეხა თუ შენ აი რატი მუჯირს დღეს საცობში ყოფნის დროს წინ შენსკენ მომავალ ადამიანს რომელიც დავშეჩება ჩანთას ისწორებს რეაგირება არ გაქვს ну ეს იმას ნიშნავს რომ ამ ქალაქის ცხოვრებაში ხარ ჩვეულებრივად და არ აღიქვა ამას საფრთხეს მაგრამ ადამიანი რომელიც ავღანეთში კაბულში იგივე ბაღდადი აური კაბულში საცობში ხარ ნამყოფი და ხშირად და თან ყველა მკვეთრ მოძრაობას აღიქვამდი როგორც თავდასხმას საფრთხეს დავუშვათ ან ნებისმიერი მანქანის მოახლოება მკვეთრი მოძრაობა შენ მიმართულებაზე გამოხედვა უკვე აქაც თუ იგივენაირად აქცევ ყურადღებას ან თუნდაც ნაკლებით პროცენტულობით მაგრამ მაინც აქცევ მიგირბის ესე იგი შენ რაღაცნაირად მაინც ის გამოყოლილი გაქვს და ეს თუ შენ 2 წლის მერეც გაქვს აუცილებლად უნდა მიაქციო თავს ყურადღება და აუცილებლად უნდა მიმართო ფსიქოლოგს აუცილებლად დაინტერესდე შენი და უნდა იფიქრო ამაზე რა თქმა უნდა
მე სიმართლე გითხრა ეს მთლიანი ესე კურსი არ გამივლია რაღაც ფსიქოლოგიურ რჩევებს ვერავის ვერ მიცემ და ეს მხოლოდ დაფუძნებულია იქ არა მთავარია აღმოაჩინო და მე უკვე პროფესიონალთან უნდა პირველად უნდა ვიცოდეთ რომ ეს არსებობს უნდა იცოდნენ ოჯახის წევრებმა მეგობრებმა რომ ეს არსებობს ხო არაფერი ტრაგედია არ არის უბრალოდ ყურადღება ანუ არის შეიძლება უბრალოდ ჩენში დარჩეს და ეს გაწვალებდეს და არის როცა ცუდი მოვლენებიც ხდება ფაქტები გვაქვს ასე რომ ყურადღება აქვს მისაც აი ბევრჯერ გაგვიგია რომ აი როგორ შეიცვალა აი ომის შემდეგ აი ჩემი შვილი როგორ ცოტა დასევდიანებოდა სერიოზულ აი ჯარი ადამიანს ასერიოზულებს ანუ ჯარი ხა არ ვიცი რამდენად რა თქმა უნდა ასერიოზულებს ყველაფერი სერიოზული საქმე ადამიანს მაგრამ ომის შემდეგ დასერიოზულება კარგიც არის და ცუდიც არის რა თქმა უნდა არა ვიცი ის მაგ სერიოზულობის უკან რადებს ხო ხო არის რაღაც მომენტები ბრიტანეთი აქვეყნებდა და სხვადასხვა მე ამერიკაც ომამდე და ომის შემდეგ ოპერაციამდე ოპერაცია თვალის მორს საერთოდ სახის ესე ვთქვათ გამომეტყველება და ჰაბიტუსიც იცვლება ადამიანის ეს ყველაფერი არის რისკ გამოა ხო ანუ შენ გამოცდილება და რა თქმა უნდა ნანახის ფონზე ხდება ეს ყველაფერი და ხარჯზე არის რამდენად გამომარტყე ხარ ანუ რო არსებობს რო შესაძლებელი იდენტიფიცირება შენგან და სხვისგანაც და უცბად ყურადღება მისაქცევი არის ესე რომ ჩამოვაყალიბოთ და გავაგზავნოთ ჩვენი ამაზე საუბარი და ამ ფილმში რაც არის ეს ყველაფერი აი თუ უყურებთ ამ ფილმს სნაიპერს ამერიკელი სნაიპერი ესე ქვია მე მგონი შემდეგ ამასაც ყურადღებას მიაქცევს სხვათა შორის ამერიკელი სნაიპერის ის სიცოცხლეც მთავრდება ერთ-ერთი ყოფილი სამხედროს PTSD-ის გამო. ანუ მოკლა, ანუ ის სნაიპერი როცა უკვე გაიარა რეაბილიტაცია და დაიწყო მუშაობა სხვა ორგანიზაციაში, ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელსაც ზუსტად ესეთი PTSD-იანი ადამიანების ხო PTSD ვისაც ჰქონდა და აღმოაჩნდა პლუს ეს სამხედრო მოსახურე იყო დაჭრილი სამხედრო მოსახურე მე როგორც მახსოვს სროლას ასწავლიდა და მაგ სროლის მომენტში თუ არ ვწდები მე ესე ვიცი ეს ყველაფერი სროლის მომენტში ამ ადამიანმა მოკლა ეს მეორე რომელიც ეროვნული გმირი იყო და ნუ ეგეთი გაცილება და გასვენება ესე რომ ვთქვათ მე მგონი ამერიკას ანუ უახლეს ისტორიაში არავის არ მოუწა მთელი ორგანიზაციები და სახანძროვი პოლიციელები, გადაკეტილი ქუჩები და მთელი შტატი და ქვეყანა ფეხზე იდგა ისეთი ეროვნული გმირი აი ბავშვის ხმებზე და მას ფილმშიც ესე არის არ ვასპოილერებ არავის მაგრამ იქაც შეამჩნევთ ფილმში რა უტოვებს ადამიანს ამ ესე ვთქვათ შეგრძნებებს ეს ყველაფერი თქვენ რა დოზით გასწავლეს? ეს იყო თქვათ მისიამდე, მისიის მერე, პრაქტიკაში თუ ამჩნევდი რომ ეს გეხმარებოდა? კი, მე უკვე მაგ კურსის შემდეგ დიდი ხანი აღარ მიმსახურია, ანუ მალევე გავედი ესე ვთქვათ პენსიაში, მაგრამ მაგის თქმა მივიდოდეთ რომ როდესაც ეს მივიღე ეს ინფორმაცია და განათლება რაღაცაირად უკვე გინდა არ გინდა ფიქრობ რაღაცებს არგებ რაღაცები ისტორიები გადამხდარი ისტორიები გავიარეთ და პირველი დაკავშირება იყო ჩვენი ერაყში უბრალოდ ერაყში წასვლაშიც იყო რაღაც პატარა მომენტები ეს ქუეითში გაჩერება და ანუ ჩასვლის დროს და შემდეგ წამოსვლის დროს გაჩერება მაგრამ ეს იყო უკვე ამერიკულ პროგრამაში სავარაუდოდ მე ვუკავშირებ რომ ამერიკელებს ჰქონდათ ეს ყველაფერი გათვალისწინებული ისე რომ ჩვენ არც ყოველ შემთხვევაში მე როგორც სამხედრო მოსახურეს რაღაც ათეულის მეტაურის დონეზე ეს არ გამიაზრებია ანუ არ ვიცი შეიძლება თქვა რომ მითხრეს და დამავიწყდა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა ესე რა ბევრი რამე მახსოვს ასე რამე კონკრეტული შეგიძლია გაიხსენო მაგალითად ანუ რა შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი რომ შენზე დაკვირვება ხდებოდა რომ ხო არ გაქვს რამე მსგავსი მიდრეკილება რამე ესეთი კონკრეტიკა იყო კი უკვე სადაც უკვე გააზრებულად სადაც უკვე დავინახე ეს სისტემა ანუ როგორ მუშაობს ეს სისტემა იყო ავღანეთში როდესაც წავედით უბრალოდ ავღანეთში როცა დავბრუნდით ჩვენ ერთი თვე დაახლოებით მოგვიწია ყირგიზეთში ამერიკულ ბაზაზე ყოფნა სადაც რაღაც უჩვეულო გარემოში აღმოჩნდით უცებ აი ოპერაციები მისიები არა მარტო ჩვენ არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ძირითადად ამერიკელები
და აღმოჩნდით რაღაც ისეთ ჩვეული ბაზაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ კინოთეატრი იქ შეგეძლო რაღაც კონტროლის ქვეშ ალკოჰოლი მიგეღო, ანუ შეგეძლო რაღაც ხამის კლუბი მთლად არა, მაგრამ ბაზაზე არსებული რაღაც მინი მოდელი იყო სამოქალაქო ცხოვრების შექმნა, ხო, და თავისუფლად შეგეძლო იქ უკვე შორტებით ესე რომ ვთქვათ გადაადგება აუზი იყო, რაღაც აი გარეთ მუსიკა, სასადილოში მუსიკა, ანუ უჩვეულო გარემოში მოხვდით, ჩვენ ქართველებს რაღაც სამეთაურო რგოლს რაღაც დათვალიერებაც ჰქონდა ქალაქის ეს პროგრამაში, რაღაც ტური მოგვიწყვეს. და მაშინაც კი არ მქონდა ეს გააზრებული, უბრალოდ მე დავუკავშირე და მე რო წავიკითხე უკვე ამაზე, მე უკვე კი არ დავუკავშირე, უკვე ფაქტია, რომ ამას ზუსტად იმიტომ აკეთებდნენ, რომ აი ხა იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ რაღაცა ფრენა არ შეიძლებოდა და რაღაც ის იყო ადგილი არ ქონდათ აეროპორტში დამჯდარიყვნენ საშუალება რომ წავიყვანეთ. ერთი თვე ვიყავით ბაზაზე იმისთვის რომ დაკვირვებოდნენ ჩვენს და ალბათ უფრო ამერიკელებისთვის იყო ეს განკუთვნილი და სავარაუდოდ ან ლოგიკურია რომ ადამიანი რომელიც ბრუნდება საბრძოლო მოქმედებებიდან ის დაკვირვების ქვეშ უფრო მეტად გამოავლენს მის ანუ ალკოჰოლის თრობის ქვეშ გართობის დროს, იმიტომ რომ მისი უჩვეულო მდგომარეობიდან მეორე უჩვეულო მდგომარეობაში გადასვლის ტრანსფორმაციის დრო გვიჩვენეს მას აქვს თუ არა რაღაც კონკრეტულად ხა მე რაღაც მწირე ინფორმაცია როგორც სერჟანტს მქონდეს და ნიშნებს ვამჩნევდე თუ რა შეიძლება იყოს, მაგრამ სავარაუდოდ უფრო მეტი გამოსვლება აქვს ფსიქოლოგებს, რომლებიც იქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ამას უფრო მეტად, ანუ ესე ვთქვათ, მისი დავალებით, მათ ესე დავალებაში როქონდეს უყურებდეს. რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენ არ გვაქვს ეს ყველაფერი. შენ აღნიშნე რომ ჩვენ არ გვაქვს თუ არ გქონია. კაი, ჩვენ მე ხარ როგორც გავიგე შენი მონაყოლიდან, რაღაც საომარი მოქმედებებიდან რო გამოგიყვანეს, სანამ დაგაბრუნებენ სამოქალაქო ცხოვრებაში, ან თუნდაც ისე თავდაცვის სტრუქტურაში, მაგრამ მაინც მშვიდობიანობის გარემოში შეგიქნეს რაღაცა მინი მოდელი სამოქალაქო ცხოვრების, იქ გაცხოვრეს, ყველაფერი რაც შეიძლება სამოქალაქოში გამოცადო, ალკოჰოლი იქნება, კლუბი, ბარი, თავისუფლად გადაადგილება, აი ეს ყველაფერი შეგიქნეს, დაგაკვირდნენ და რომ ნახეს რომ ყველაფერი წესრიგშია, მერე დაგაბრუნდეს სახლში. რა ხდება ჩვენ შემთხვევაში? ხო, აი ისევ მაგას რაღაც ესე ვთქვათ, ხიდი რო გავაკეთოთ, კარგი გადასვლა რო გავაკეთოთ. წარმოიდგინე, სამი კვირიდან 4 კვირამდე ხდება ამ ეს პერიოდი, როცა შენ გაჩერებენ ოპერაციიდან და წარმოიდგინე უბრალოდ ადამიანი, რომელიც ყოველდღე რაღაც პატრულებაში ხარ, რომ მისიებს ემსახურები ასრულებ დავალებებს ასე შემდეგ, უცებ აღმოჩნდები, ნუ მაინც შენ რეჟიმში გაქვს და დრო ივარჯიშო, მაგრამ ანუ გონებაში ეს პასუხისმგებლობები და ეს გეგმა და ეს რეჟიმი, ეს რუტინა ყოველდღიური და იმაზე ფიქრი რომ შენ რაღაც დაძაბულობა გექნება ხვალ ეს გეხსნება. ანუ პირველ რიგში რაღაც ესე ვთქვათ, ის ყინულის გადნობის პერიოდი არის, სადაც რაღაც ალბათ რო ავიღოთ ესე 4 კვირა რო ავიღოთ და პირველი კვირა გადნობას დაუთმოთ, ჩვენ წარმოდგენაში მე უბრალოდ ვსაუბრობ. მეორე კვირა უკვე რო აი მიჩვევის, მესამე კვირა შეიძლება იყოს რომ უკვე რაღაც ამაშიც უკვე რუტინული ხდება და შეიძლება რაღაც გაღიზიანებები წამოვიდეს, აი სახში გინდა უკვე და აი მანდაც აი რაღაც მომენტები თავიანთი ესე რომ ვთქვათ ეტაპები ალბათ აქვს დამკვირვებლებს, რომლებიც გაკვირდებიან. რაზეც მე არ ვარ ინფორმირებული სიმართლეობით. პრინციპში ალბათ ჯობს რომ არც იყო ინფორმირებული და შენ როგორც დაკვირვების ობიექტმა არც იცოდე და ფიქრობდე რომ არ ვიცი, შეიძლება არც, შეიძლება პირიქით კარგი იყოს რომ ვიცოდე, მე ხელი შევუწყო ამ ყველაფერს. ხო და ხო შეიძლება პირიქით რაღაცა სპეციალურად ძალისხმევა მოინდომო რომ კარგად მოიქცე რომ არ აღმოაჩინო. ეგ ზუსტად ეგ მომენტი არის, რატი როცა შენ ამას არ მალავ რა, ანუ რაღაცა შეიძლება იყოს არ მალავრო. შეიძლება იყოს, ახლა მე ჩემ თავზე ვაკეთებ ყოველთვის. ხო, ხადია. იცი რა, როდესაც ანუ ჯარისკაცი გავს გათვითცნობიერებული თუ რა საშიშროება შეიძლება მოყვეს შენს ამ ყველაფერს, პასუხისმგებლობას იღებს შენს თავზე. პლუს შენ ამდენი ფაქტი შეიძლება კონდეს ეს кейს დადათ ესე რომ თქვა იცოდე რომ ამას შეიძლება შენ უკონტროლოთ ისეთი რაღაც ფაქტები მოყვეს ეს განვითარება რომ შენ ვერ გააკონტროლო, ნუ ლოგიკური ადამიანი სისტემის ნაწილი როცა ხარ, ანუ არ უნდა რაღაცნაირად არ უნდა
შეუწყო ხელი რომ დამალო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ შეიძლება შენი ოჯახის წევრი დააზიანო. ხო, მაგრამ ხო. პირველ რიგში შენს ახლოს მყოფი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ზოგს რაღაცა ამის ცხვენი, ამის აღიარება, შიში აქვს. ან ფიქრობს რომ არ მიმიღებენ რაღაცა იქ ეგ ყველაფერი ჩვენი საუბარი მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ რამდენად შეიძლება ღრმად შევყვეთ ამ თემას. ანუ ეს არ არის ზედაპირული რაღაცა არა შემთხვევაში ეს ვერ არის ცოტა რაღაც ცოტა ისა და აი ჩვენთან როგორ ხდება რა? აი დაუბრუნდეს მაგას. ჩვენთან ჩვენ რას ვაკეთებთ ანუ როგორ? მე მახსოვს ესეთი სხვა მისიებზე არ ვისაუბრებ, ჩემზე ვისაუბრებ ერაყიდან ჩამოსვლაზე და ვისაუბრებ ავღანეთიდან ჩამოსვლაზე. ერაყიდან როცა ჩამოვედი 2006 წელს თუ არ ვცდები, ხო 6-ში. ანუ წარმოგიდგენთ თბილისიდან სენაკში წავედით პირდაპირ. სადაც დავყავით 1 თვე. ანუ ისევ დანაყოფში. დანაყოფში ოღონდ ეხლა ვფიქრობ რომ ანუ რაღაცნაირად მინდოდა დამეკავშირებინე რომ იყო ეს 1 თვე იმისთვის რომ ჩვენ უბრალოდ დავკვირვებოდნენ, მაგრამ იმდენი სხვა, არ ვიცი, შეიძლება იყოს ზემო ეშელონში გადაწყვეტილი ესე, ან მითითება, თუ ჩვენ ხო მაშინ ცოტა ახალგაზრდა ვიყავით ამ გამოცდილებაში, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება იყოს ზემო ეშელონში ესეთ მითითება და მაგრამ ბაზაზე არ იყო არაფერი მსგავსი რომ ჩვენ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენად ჩვეულებრივ რუტინაში დაგვაბრუნეს მოსაბეზრებელში, ვარჯიში, ანუ ჯარში ხა ჯარსკაცები მიხვდები, მე რაშიც დილით ვიღვიძებთ 6 საათზე დავდივართ, მე რაღაც კლასში გადავდი. ეს არ არის ის პირიქით. შეიძლება უფრო აქ მიიღო ის PTSD-ის რაღაც დაიზიანო ეს ტრამვები აქ მიიღო. ასე რომ მე არ მინდა რომ დავუკავშირო, თუმცა თუ ვწდები ძალიან კარგია, მე მინდა რომ იყოს. დღეს რასაც ვუყურებ და რაც მე მინახავს მაგის შემდეგ ჯარისკაცები როცა ჩამოდიან, ჩვენ როცა ჩამოვედით ავღანეთიდან იარაღი ჩავაბარეთ და პირდაპირ წავედით სახლში. მე მახსოვს ქუთაისში ჩავედი და ჩემს მეგობართან სახლში გადავედით პირდაპირ ფორმაც არ მქონდა გახსნილი, გადავედი სუფრაზე. ანუ რისი თქმა მინდა რომ ქართველი ჯარისკაცი, როდესაც ბრუნდება მისიებიდან, დიდი შანსია რომ ხდებოდეს პირდაპირ სუფრაზე. ქართველი კაცი, ну ამას ხას იმიტომ ვუსვამ რომ ქართველი კაცი და ჩვენ კულტურაში არის რომ აღნიშნოთ რაღაც გადარჩენა, აღნიშნოთ რაღაც ის დიდის დასრულება, რაღაცა ახლის დაწყება და ამას აუცილებლად უკავშირებთ სუფრას, დასალევს რა მოყვება ეხა 9 თვე ვარ დაგილებია და რამდენი რაღაცა, ხო, ყანწები ალბათ. ბევრი იყო უკვე სტატისტიკურად ჩხუბები, კონფლიქტები, დაბრუნების შემდეგ, ანუ იქ ქალაქში იმხელა მობილიზება კეთდებოდა დავშვა დაბრუნდა რაღაც კონკრეტული ქვედანაყოფი კონკრეტულ ქალაქში, რომელიც აი ხო არის ქუთაისში ერთია განთავსებული სენაკში. აი ეს ქვედანაყოფები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებული ადგილობრივი აი რაიონის მოქალაქეებით, ну ლოგიკურია რომ იმ ქალაქში ბრუნდება ну მინიმუმ 500 ბიჭი, 100 გოგო დავუშვათ, აი 400 ბიჭი. აი რომ ავიღოთ პროცენტულად და ამ 400 ადამიანიდან 300 200 ვთქვათ რომ swams და 200 არ სვამს. 200 კაცი პოტენციურად PTSD-ის ესე რომ ვთქვათ ნიშნებით პირდაპირ ოპერაციიდან როცა ბრუნდება შენ swams სუფრაზე და ასმევ ყანწებით ძალიან დიდი შანსია რომ მანდვე აღმოაჩინო პრობლემები. ან ალკოჰოლი შეიძლება იყოს პირიქით ტრიგერი, ხო, რაც იმაზე იმ შენს რაღაცა მიძინებულს თუ ჩარჩენილს ბოროტად გამოიყენებს. კი, ალკოჰოლი მე არა მარტო ალკოჰოლი ზოგადად. მე ვფიქრობ რომ ალკოჰოლი რაღაცნაირად გადუნებს კიდეც და ვფიქრობ რომ ეგრე არის და პლუს უკონტროლო ხდება შენი ემოციური ფონი და შენი ქცევები და ანუ ხო ეხა მე ხوار რომ ამას ესე არის. პლუს ამას დავამატოთ იქ ხმა ქცევა რაღაც საეჭვო შეიძლება ოჯახის იყო მე არ მინდა უბრალოდ ამას საუბარი რომ აი ოჯახის წევრებზე ეჭვის შეტანა რომ ესე ამას რატო აკეთებს ანუ რა თვითონ ოჯახის წევრები აღარ ვეღარ ზოგს ეგონა რომ ვეღარ მიიღეს ოჯახში აი მეგობრებში ვერ მიიღეს ცოლს აღარ უყვარს დაუშვათ ან რაღაც ბავშვს აღარ უყვარს ისე როგორც უყვარდა თან ამას დავამატოთ სამწუხარო კი არა მე მგონია რომ კარგი ამას საუბარი მაგრამ სამწუხარო თუ ესეთ ფაქტები არის ამას დავამატოთ რა უკონტროლოთ მისიებში ხალხის გაშვება ანუ მე მაგალითად მისიაში
ერეხში ერთხელ ვანაყოფი და ავღანეთში ერთხელ ვანაყოფი. არ ვთვლი რეკომენდირებულად რომ წელი რაღაც ადამიანმა 5 წლის განმავლობაში იმსახუროს 4 მისია ავღანეთში. ძალიან ბევრია ამის ფაქტი, ჩემს დიდ სამეგობროში, სამხედრო სამეგობროში ძალიან ბევრი არის ადამიანი, რომელმაც 3-ჯერ, 4-ჯერ მიიღო მონაწილეობა, გადაბმულად ჩამოსულა რაღაც პერიოდი, შვებულება ერთთვიანი და შემდეგ მიდიხარ, შვებულებაც ერთთვიანი, ხა კარგად ვახსენე, შვებულება ერთთვიანი რას ნიშნავს? კარგია, ხო, ჩამოხოდი მისიდან, წადი სახლში მიხედე შენ პრობლემები, შენ PDS-თან ერთად იარე. მე ერთ თვეს ჩამოდიხარ, რაღაც ოპერაციაზე ჭირდები, იმიტომ რომ გამოცდილება გაქვს, იქ რაღაც S1-ში, S2-ში, S3-ში, ენის გამოცდილება გაქვს, აგერ თბილია კიდე ეს მისია და წამოხვალ. ვინ აკონტროლებს ამას, ვინ აკონტროლებდა ამას უბრალოდ, ხა აღარ აქვს მისია. ვინ აკონტროლებდა ამას, ხო? მე რაც ამას მტკიცება, ხო, არის რამოდენიმე ათეული ადამიანი ვიცი, ვინც გადააბა მისიებს. არავინ არ იცის მაგ ადამიანებმა რამდენი რამ ნახეს, ისეთი რაც მისთვის უჩვეულო იყო და რაც პირდაპირ ესე როგორ ტრიგერი გამოვიყენოთ, ისე იყოს ამ PTSD-ისთვის. წარმოდგენაც რო წარმოიდგინე, ხო, 4 მისია, მოწყვეტილი ხარ შენ ოჯახს, ყოველდღიურად ხედავ და ხო, კიდევ აი კურსზე იყო ის, რომ შენ თუ გადიხარ ოპერაციაზე და პირველ აი ბევრი მიხვდები ხარ საუბრობ, როდესაც პატრულებაზე ხარ და რაღაც ნაწილში ხვდები, რომ აი ეხლა ფეხს დავაბიჯებ და ავფეთქდები, ეხლა მარჯვენას ავფეთქდები და აი გადავრჩები, შეიძლება ფეხი მომწეს მარტო რაღაც მიდიხარ, სხვებზეც ცოტას ფიქრობ, მაგრამ შენზე უფრო მეც ფიქრობ, მე მეორე ოპერაციაზე იმდენად აღარ ფიქრობ, მესამეზე აღარ ფიქრობ და შევეჩვიეთ რა. რო შეიჩვიე მანდ არის უკვე პრობლემა. შეჩვიე რას ნიშნავს? შენ უკვე საფრთხეს, რა თქმა უნდა, აღიქვა მაინც, მაგრამ რაღაცნაირად აი გაუშვი თითქოს, მოდუნებული ხარ და აი მაგ მოდუნების პერიოდში ხდება ზუსტად ის, რომ ის შენი მომავალში პოტენციური ეს აშლილობა რაღაც კაფსულირდება, სადაც აუცილებლად რაღაც ტრიგერით, რაღაც ღილაკით ამოქმედდება, იმიტომ რომ ორი მისია ვთქვათ, არ გვინდა 3-20-ზე, რაც 4 ძალიან ისე სტანდარტულია, შეიძლება ზოგს 5-იც გქონდეს, მაგრამ 4 ბევრია. აი ორ მისიაზე ვთქვათ, ხა მე მაგალითად ერთი მისიის შემდეგ, რომ თუნდაც 6 თვეში უკან წავსულიყავი, არ მივიჩნევ, რომ ჩემთვის რეკომენდირებული იყო, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის საჭირო ადამიანმა ამდენი ინფორმაცია, რისთვის შეიძლება, როგორ შეიძლება დავხვდე ამას. სიგურადად მისიებსაც თავი რო დავანებოთ, ამდენი ომი გქონდა აქვე, ხო? ხო, პლუს კიდევ ომი. და ძალიან სამწუხაროა, რომ არ არის ჩვენთან ეგ არ ექცეოში სამისი ყურადღება, იმიტომ რომ მე ეხლა მომიტივდი და თავში 2005 წელი იყო ალბათ, ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. და ბაკურიანიდან მოვდივართ მეგობრები რა, ეხლა ზამთრის არდადაგები იყო, რაღაცა წავედით ბაკურიანში, რავი, ეხლა ახალგაზრდა სტუდენტები წავედით რა, რა დავაშავეთ, ხო, ბაკურიანში და უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, მანქანაში ამოვიდა 3 არაფხეზე მდგომარეობაში ჯანიანი ბიჭი და ეს ყურებიანი ეს რაღაცა ის მკუდები გვეხურა რა და ეს გახდა მათთვის როგორც ჩანს გამაღიზიანებელი, სად იყავით რაღაცა ჩვენ რო იქ ომში ვყდებოდით და ჩემი მეგობრები თქვენ და ომი უკვე მომხდარი 2004 წელია გასული. ხო რა, სადღაც ეგრე რა, შეიძლება 2004-ის ზაფხულში იყო და 2004-დან 2005-ზე ზამთრის პერიოდი ესე. ომის პერიოდი მეგონა. 2004 იყო, 2008 არ არის, 2004-ში ცხინვალთან პატარა რამდენიმე დღენის ის იყო და ჩვენ რო იქ ვიღებთ თქვენ და ცემა და გაწევა, გამოწევა და მანქანებმა ამ სამაშტო გაჩერება, ჩამოსვლა იქიდან და მე უკან შევა. მართლა იმ ხალხს, ვინც ამ სამაშტო ტაქში ისხდნენ ჩვენთან ერთად, იმათ რო იყო ჩაღად, ჩვენ არ ვიცი გადავრჩევოთ, იმიტომ რომ მართლა ისეთ ჯანზე იყვნენ, რომ დაგვლეწავდნენ უბრალოდ რა და არავინ არ იცის შეიძლება მათი აი სწორედ ეს PTSD იყო და ამ ხალხს ისჭირდებოდა, რა ქვია, მიხედვა ჭირდებოდა და ამბავი რაღაცა
აშკარად ხო ეხა ეს ვიღაცა ეს გაიღვიძოს და აბიჟნიკი ხო არ არის ანუ კაც ნაომარი აქვს ნაბრძოლი აქვს ნასწავლი აქვს წვნა აქვს გავლილი და ესეთ რაღაც რო ემართება ეს არის მათ შორის ის და აი ეს რო გავიხსნე შენ ხო არ იცი ან ხსმენია რამე კიდე მსგავსი გამოვლენებები რაც შეიძლება იყოს სწორედ აი ამ PTSD-ის მე ანუ რა თქმა უნდა გამოძიების დასკვნისა და რაღაც ჩვენ არ ვამბობთ მოვლენები უბრალოდ რაც შეიძლება გავდეს ხო მე ნებისმიერი სამხედრო რომლის ჩხუბიც გავიგო და დავუშვათ ეხა იყო რაღაც მოვლენა ერთ-ერთ ჩვენს რეგიონში სამხედრო მოსახურე რომელმაც ყოფილმა სამხედრო მოსახურე ბოდიში დავადასტურებ რომელმაც ცეცხლი გახსნა და სპეცოპერაცია დაჭირდა რომ ის ჩაიხშოთ მე პირადად დავუკავშირე ჩემი ობიექტური აზრია არ ვიცი დასკვნა რაგამ სუბიექტური ბოდიში ჩემი სუბიექტური აზრია თუმცა გამოძიება რა დაადგინა არ ვიცი და ცუდია რო არ ვიცით გამოძიება რა დაადგინა ხო ანუ ეგეც არის ანუ ჩემი მართლა ესეც სუბიექტური აზრია რომ მაგ ადამიანს ჰქონდა ეს აშლილობა იმიტომ რომ რაღაც აი მე რას მივაქცია ყოველდღე ვიცი აი საუბრობდა რაღაც არაქართულ ენაზე ანუ როდესაც სადაც კი ახსოვთ ეს ადამიანი ყოველთვის რაღაც არალოგიკურ ხმებს გამოსცემდა, ბრძანებებს, რაღაცას ყვიროდა ისეთ რაღაცებს, რაც დავუშვათ ახლოს არ იყო იმ მომენტთან. ანუ რაღაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ის სხვა განზომილებაში და სხვა რაღაცას აღიქვამდა. აი როგორც არის ხოლმე აი ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს რაღაც პერიოდი აქვთ, ჰალუცინაციური რაღაცები. სხვათა შორის აქ მინდა კონკრეტულად რო ესე ვისაუბროთ ამაზე რომ ჩემი თხოვნაც იქნება რჩევაც იქნება რომ აი მისიებიდან ვის კი მისიებში ნაყოფია მithumetes ერთ და მეტ ოპერაციაში აუცილებლად საჭიროა იცოდე ბევრი უფრო მეტი წაიკითხვა ამ აშლილობასთან დაკავშირებით მიაქციო იმ სიმპტომებს ყურადღება შენში არის თუ არა მოითხოვო დახმარება იმიტომ რომ შენ გააქვს საშუალება დღეს არ ვიცი რამდენად აი უკვე ვეტერნებს და უკვე ნამსახურებს გაქვს საშუალება რომ წახვიდეთ თავად სამინისტროში რაღაც რეაბილიტაციის კურსი გაიარო თუ არსებობს იქაც ეგეც დასადგენია არსებობს მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და პლუს ოჯახის წევრები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ანუ ოჯახის წევრები აი მეუღლე დავუშვათ გოგოს შემთხვევაში იქნება თუ ბიჭის შემთხვევაში მეუღლე ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ადამიანი არის მეორე ნახევრის გვერდით რომელიც როგორც კი ხედავ რომ შენ ეს ადამიანი რაღაც კონკრეტულ კონფლიქტს ქმნის რაღაც კონკრეტულ შენთვის მიუღებელ ან აუხსნელ ვითარებაზე შეიძლება ეს იყოს რაღაცა მეზობლის ხმაური ან მუსიკაზე ან რაღაც მანქანის ტარების დროს ნებისმიერ შემთხვევაში ამ ყველაფერს უნდა დააკვირდე და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რაღაც მხრივ ცოტათი დაუკავშირო თუ რა თქმა უნდა ეს რაღაც ფარგლებს ცდება. პლუს ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც უკვე წამოსულია თავისუფლებიდან და 4-5 მისია არა მარტო ავღანეთი, არამედ ერაყიც, ავღანეთიც და პლუს აფრიკაც და კოსოვოც მოვლილი აქვს და აქაური ომებიც. აქაური ომები ხო. რაც არანაკლები კი არა და უარესია ანუ ყველაზე მძიმეა. ეს ყოფილი თუ გამოვლილი გაქვს და შენ უკვე თავისუფლებში არ ხარ და რაღაცნაირად ახლოს ხარ ალკოჰოლთან, ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებასთან, ანუ არის ნარკოტიკული საშუალებები კიდევ ეხა არის ტობური არავინ რეკლამას არ უკეთებ, მაგრამ უბრალოდ ანუ რას ვიძახი რომ არის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჰალუცინაციებს იწვევს, ეს ჩემი აზრით, ჩემი პირადი რჩევა იქნება და რეკომენდაცია რომ ჰალუცინაციური ნებისმიერი რამ შორს თქვენგან, იმიტომ რომ არასდროს არ იცით თქვენ რა მოგონებებს გაგიცოცხლებთ ამ შემთხვევაში. ეს ამას ვამბობ არა მარტო იმ პირად შემადგენლობაზე, არამედ მეგობრებზე მათ და ოჯახის წევრებზე. ყურადღებით მაქსიმალურად. ჩვენ რამდენჯერ ვახსენეთ აქ რა ხდება, როგორ ხდება და მე ერთ ესეთ ამბავს გავიხსენებ 2013-ში შეიძლება ყოველ შემთხვევაში ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხდება წეროვანში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი, რამაც ნუ იდეაში ძალიან გამახარდა და დაგუპატიჟეს ამ გახსნაზე და მაშინ ასე ვთქვათ ქონდა პირველი იმედგაცრუება, ასე ვთქვათ, სადაც დავინახე როგორ 13 იყო, შეიძლება 14 იყო, არ მახსოვს, რა, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ხელისუფლება იყო უკვე მოსული, მაგრამ ახალმოსული იყო. და რამ გამოიწვია იმედგაცრუება? მაშინ დავინახე როგორ ეცდებოდა
გამოიყენებინა ჯარი პარტიული ნიშნით. ანუ აქ უნდა გავუმჯნოთ, ხო, ხა პოლიტიკაში ჯარი არ ერევა ცოტა ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ პოლიტიკაა, ყველაფერი პოლიტიკაა, ჯარისკაც რაც ვიარას ჭამს, რა იარაღი უჭირავს, რა მისიებში მიდის, როგორ ცხოვრობს, ეს ყველაფერი პოლიტიკაა. პარტიული ცხოვრებისგან ნამდვილად გამიჯული უნდა იყოს, რა და რას გულისხმობ, იცი რომ ის ცენტრი სადაც იხსნებოდა წეროვანში. წინა ხელისუფლების დროს იყო საპრეზიდენტო რეზიდენცია, ასე ვთქვა და მთელი აქცენტი აი ამ პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან კეთდებოდა ამაზე, რომ აი ჩვენ იქ ისინი იყენებდნენ და ჩვენ ჯარს მივეცით და აქვე სასიამოვნო რაც იყო ის რომ შტაბის წარმომადგენლებიც იყო, ანუ სამხედროები ყოველ ცდილობდნენ რომ აი ამისგან თავი აერიდებინათ და ელაპარაკათ რა მნიშვნელობის იყო ეს სარეაბილიტაციო პოლიტიკა ჯარის. პოლიტიკა არ არის, ეგ არის პარტია, პარტიულობა. პოლიტიკა სხვა რამეა. პოლიტიკა ანუ ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური და მან კიდე ის ხაზგასმა მინდა რა არის მნიშვნელოვანი. კითხვების დასმა დავიწყე რომ რა მაგარია ანუ იქ რაც შენი საქმეა. ხო, რა ანუ ეს მარტო მექანიკური დაზიანებების რეაბილიტაცია იქნება თუ ფსიქოლოგიური დახმარებაც იქნება, შენ რა ინტრიგნულ კითხვებს ვამ რა. გეგონება ეხა ანუ ზუსტად ჯარისკაცების საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე და ინტერესებიდან გამომდინარე სვამდი ამ კითხვას რომ ამ ხალხს ეხა ეს სჭირდება, ჩვეულებრივი ამბავია რა და მაგის მერე არც ერთი ნიუსი აღარ შემხვედრია მაგ სარეაბილიტაციო ცენტრში საერთოდ რა ხდება თორე შენ ხვალიცი ანუ რა ხდება როგორ ხდება რას ანუ მართლა ეხა შენ თუ იცი შენ მაინც მითხარი მარტო მექანიკურ დაზიანებებს ეხება თუ ფსიქოლოგიურ ტრავმებსაც ეხება რეაბილიტაცია ჯერ პირველ რიგში ესე ძალიან სულად არის ესე ვთქვათ სახელი შერჩეული დარქმეულიც წეროვანის სარეაბილიტაციო წეროვანი ხა როგორც გორში რადგან იყო აკადემია გორის აკადემია ერქვა ეგრე არ არის ანუ ძალიან კარგი სახელი ქვია სწორად შერჩეული და მადლობა იმ ადამიანს ვინც ეს სახელი შეარჩია დაუკავშირა არის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი რაც ნუ პირდაპირ ხო მასია მარო მაყაშვილი ანუ ადამიანი რომელიც ეხმარებოდა გვერდში ედგა და დაჭილებს პატრონობდა სტუდენტი გოგო თბილისელი ამ შემთხვევაში სახელზე რო ვთქვათ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ვთქვათ სიმართლე გითხრა სამწუხაროდ არ ვიცი რომ მე ვერ ნახე მაგრამ არ მოიძიება გვერდი სპეციალური სადაც დავუშვათ მისიის სტრუქტურა ჩანს და რას ემსახურება არის თავად სამინისტროზე ინფოები უბრალოდ ინფორმაცია თუ როდის 2018-ში მე გავხსენი ესე რომ ვთქვათ. ანუ შეიძლება მაშინ რაღაცა უბრალოდ გადაცემა მოხდა და მე არა მაშინ მოხდა დამატებითი მშენებლობების და უშუალოდ ეს ჩამოყალიბება როგორც ცენტრად მანამდე შეიძლება რაღაც კონკრეტული ადგილი არსებული წმინდა წლის პიარული ამბავი იმას ჩამოართვეს ამას გადაცეს ან სახელმწიფოს ერთი უწყების ბალანსიდან ჩამოეწერა, ალბათ პრეზიდენტის ბალანსიდან ჩამოეწერა და თავდაცვის ბალანსი გადავიდა მაგაზე დავუსაკეთე. შემიცი და ინფორმაცია არა, მე უკვე ალბათ განვითარდა და ჩამოყალიბდა, რაზეც უკვე შემყვი. მე მახსოვს რომ მე როგორც არის წარმდგენმა გავხსენი და იყო პრეზიდენტი არა, მინისტრი თავის მინისტრი. პრეზიდენტ მარგულაშვილი იყო უკვე მე როცა ამბავს ყვები, ანუ ეს არის 13-ის მერე ყველა ვარიანტი. არა, მე 18-ს გემები, ზუსტად მახსოვს 18-ში ვიყავით. წეროვანში თავისუფლის მინისტრი იყო და ამერიკის ელჩი და სამხედრო და ნუ წარმომადგენლობა იყო საკმაოდ ისეთი მაღალი წარმომადგენლობა და მაშინ მოხდა კაფსულის რაღაც შენობები დაემატა და დაიწყო მშენებლობა. შემდეგ უკვე წლების განმავლობაში უკვე განვითარდა. ნუ გამომდინარე იქიდან რომ მე დაჭრილი ვარ და პირდაპირ შევდივარ ამ პროგრამაში, ესე რომ ვთქვათ მქონდა მოწვევა რომ წავსულიყავი ჩემი ოჯახ წევრებთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრში დავინტერესდი სხვათა შორის ძალიან მესიამოვნა ეს ფაქტი და მქონდა საშუალება ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად წავსულიყავი სარეაბილიტაციო ანუ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში და დავინტერესდი რა თქმა უნდა ხან თუ რა თქმა უნდა კარგი იყო ცოლ-შვილთან ოჯახთან ერთად წავსულიყავი მაგრამ ნუ მაინტერესებდა თან რა ნელოდა ხო რა იქნებოდა და ნუ იმ მომენტში ინფორმაციაც მოვიპოვე ეს არის რაღაც კონკრეტული პროგრამები არსებობდა რაც თეორიული კლასის მხრივ რაღაც ახსნები იყო თუ რა შეიძლება ყოფილიყო აშლილობა და ამ შემდეგ და როცა ვიკითხე რომ აი დავშვა და ბავშვი კაი გავიკე მე და ჩემი მეუღლე გავიცოთ ამ ყველაფერს ბავშვი შეიძლება რაღაც სასტუმროს ვარიანტი იქნება იქ გაერთობა, სასეირნო ადგილები არის. რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ეს ყველაფერი. თან რო გითხრა რომ მე ჭირდებოდა იმ მომენტში, ან რაღაც როგორ არის იცით, აი როგორ გითხრა,
ცოტა ისინი შემოიტანა ჩემში ემოციები, აი მე რატო დამიძახეს, ანუ რამე ნიშნები ხო არ მაქვს და ვინმე ხო არ აღმოაჩინეთ, ან ხო არ მაგიტო ხო არ დამიძახეს. მეორე იყო რომ ალბათ ყველას ეძახიან, ანუ ცოტა დავიბენი ესე რომ ვთქვათ, მოულოდნელი იყო, ან მოსამზადებელი წინა შესამზადებელი პერიოდი საერთოდ რას ნიშნავდა ეს სარეგულაციო ცენტრი არ მქონდა ინფორმაცია. მე უკვე რო ჩავეძიე, ხა უკვე როცა დავინტერესდი, ანუ პირდაპირ განმარტებაში წერია მოკლე ინფორმაცია, რომ აი დავუშვათ სარეგულაციო ცენტრი ემსახურება დაჭირდა სასახლებო სამხედრო მოსახურებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ანუ ჩემთვის სიმართლე გითხრათ თუ ცდები კარგია, მაგრამ არსება რომ დავინტერესდა, ეხლა როგორც შენ რო დაინტერესდა, არის რამდენად მოიძიე, მე დავინტერესდა და მოვიძიე და მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიე, რომ აი რა ხდება. არსებული ვიღაცა მოვიდა, ვიღაცა იყო, ვიღაცამ გახსნა რაღაცა, აი მარტო აი სამხედრო დაჭირდა დასახჭებული სამხედრო მოსამსახურეები ემზადებიან ფრენბურთისთვის, აღსტომიერი ფრენბურთისთვის რაღაც სროლისთვის, მაგრამ ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია. არ ვიცი ვინ როგორ და რას იყენებს, მაგრამ ვფიქრობ, ბოდიში გაგაწყობთ, შესაძლოა სწორედ აი დაჭრილი ჯარისკაცების ინტერესებიდან გამომდინარე არც ნიუსდებოდეს იქ რა ხდება და როგორ გადის ადამიანი რეაბილიტაციას და ეს გარეშე პირისთვის არ იყოს, იმიტომ რომ ეს მათი ჯანმრთელობის საიდუმლოებაა და შეიძლება რომ ეს ასეც იყოს და არ მიაწოდონ სხვებს ინფორმაცია, მაგრამ უწყების შიგნით ადამიანებს ვისაც პოტენციურად შეიძლება ეს ჭირდებოდეს, ან ეხლა ვეტერანია არ არის მოქმედი, მაგრამ პოტენციურად ზუსტად მაგაზია, ხო, ვინც ვეტერანია პოტენციურად მათ ყველაზე მეტად შეიძლება ეს შეეყოს. მათთანამდე ეს ინფორმაცია უნდა იყოს მისული, რომ რა შესაძლებლობაა ეს მათთვის, იმიტომ რომ ანუ ძალიან ხა მე ერთი მაგალითი მოვყევი, ერთი შენ მოვყევი რაღაცა, მაგრამ აი ესეთი ბევრი ხსმენია, რაზეც ახლა არ ვლაპარაკობთ, ხო, გიათა ყველას ხსმენია რაღაცები და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ ვიცით ბოლოში როგორ გავიდა ეს ამბავი, არ გვინდა რომ რაღაცა ჭოროებას დაემსგავსოს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტია და საქართველოს რო თავი დავანებოთ, სოფლიო πρაქტიკა არის, რომ ზუსტად ვეტერანებს შეიძლება ეს ჭირდებოდეთ და კარგი მე სამოქალაქომ შეიძლება არ ვიცოდე იქ რა ხდება და რა არის, მაგრამ შენ უნდა გქონდეს ამაზე ინფორმაცია, როგორც მინიმუმ. მე მეტი ჩემზე ვთქვა, ანუ ამ შემთხვევაში უკვე მართლა 2008 და 2004 და ავღანეთ ერაყი ხო არ იყო და დანარჩენი სხვა მისიები, ანუ 90-იანების აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, მე მაგალითად ჩემი ანუ სახელმწიფოს დასახელების გარეშე რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებიდან ვიცი თუ რა ხდებოდა მათი მამების ტრაუმების, ანუ წარმოვიდგინე მათი მამები იბრძოდნენ და შემდეგ სახში როგორ იქცეოდნენ თავისუფალ ცხოვრებაში, სამოქალაქო ცხოვრებაში, ანუ მათი ზედმეტი სახელებითაც შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ თუ რა გადახდათ მან. ხო, ისეთი სახელები არის, რო ქვია რაღაცა რეკაშეტა რო ქვია, ანუ ეგრეთ წოდებული რეკაშეტა, ანუ რაღაცა ცოტა ისე ხარ, ხო? ანუ ყველა მისაქცევი ყოველ შემთხვევაში ცუდად არ ვიძახი ამ ყველაფერს, ან მართლა ვიცი ფაქტებით, რომ თან აგრესიულები ძალიან მოუთოკავები, გაუკონტროლებლები არიან, იყვნენ, ზოგი არის ეხლა და იყვნენ ადრეც ოჯახში და ოჯახის წევრებთან. ხო, ანუ ერთი კარგია, რომ არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება ეს კეთდებოდეს. ცუდია, რომ არ კეთდება. ან შეიძლება კეთდება და ჩვენამდე ინფორმაცია არ მოდის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემამდე თუ არ მოდის ჯანდაბას, ნუ მოვა, მაგრამ ყოფილ სამხედრომდე არა, მე არ მახსოვს, რომ მოგეთ აი ესე გავიაროთ ჩვენთან ფსიქოლოგ, ესე რომ ჩამოვაყალიბოთ, მოგეთ ნახე, როგორ არის თქვით და ახლა ჩვენ რაც ვიცით და რასაც ვხედავთ და როგორ იქნებოდა უკეთესი ჩემი აზრით რა. ანუ აუცილებლად უნდა იყოს ოპერაციამდე, ანუ მისიამდე დაკვირვება შერჩევის, ესე ვთქვათ, პრინციპები უნდა იყოს ისეთი, რომ არ წავიყვანოთ პირიქით უკვე აშლილობით ადამიანი და უფრო მეტი აშლილობით არ ჩამოვიყვანოთ. პროცესში იყოს დაკვირვება და ამაზე ესე რომ პირდაპირ ვთქვათ, რომ სერჟანტები და ოფიცრები ამისთვის ემზადებიან, თქო, თავიანთი პირადი ინიციატივით თუ ან შეწუხდება და ან და ყურადღებას მიაქცეს, ან შესამჩნევი იქნება უკვე ისეთი, ან შეიძლება მანამდე ქონდა ამ ადამიანის ფსიქოლოგიური რაღაც განათლება ამ მხრივ და მას იცოდეს და აღმოაჩინოს. ჩამოსulis შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც პერიოდი, ეს ჩემი აზრიდან პირადი აზრია, რომ უნდა იყოს რაღაც
სივრცე და დრო, სადაც დააკვირდები და ის რაღაც მომენტები უნდა შეიქმნას ისე რომ გადასვლა ეს ტრანსფორმაცია იმ ოპერაციებიდან სამოქალაქოზე იყოს უფრო რბილი და არა ხისტი. ეს პერიოდი უნდა არსებობდეს, დაკვირვება უნდა არსებობდეს, ფსიქოლოგია მეტად ჩართულები უნდა იყვნენ, უნდა ხდებოდეს თითოეული ადამიანის შემდეგ ყურადღების მიქცევა, უნდა იყოს კურსები, უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრში აუცილებლად დარწმუნებული ვარ არის ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფსიქოლოგები მართლაც სამინისტროში, პირადად ვიცნობ რამოდენიმეს და ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ მათი ძირითადი მიმართულება არის სარეაბილიტაციო ცენტრი, მაგრამ კონკრეტულად რომელიმეს ემუშავა თავისი პროგრამით და ინიციატივით დახვედრო და ჩამოსულ სამხრეთ მოსახლეობას მე არ ვიცი. თუ ვინმეს რაღაც პრობლემა აქვს თვითონ მივა და ეს ამაში დარწმუნებული რომ ყველა დაეხმარება. ან ვიღაცას რაღაც აღმოჩნდა, ან მამაო არის, ან სხვათა შორის ამას ხაზი მინდა რომ გავუსვა, რომ მამაოები სხვათა შორის დიდ როლს უნდა ასრულებდნენ და ასრულებენ ამ დაკვირვებაში, იმიტომ რომ ქართველი კაცი რაღაცნაირად თავის ესე რომ ვთქვათ ახსარებაში საუბრობს, თავის პრობლემებზე, ზოგადად პრობლემებზე საუბრობს სანდო ადამიანთან. ან რას ვიზახით ჩვენ რომ ადამიანს ყველა ვარიანტში არ არსებობს ჩვენ არ ვქონოდა ეგ აშლილობები და არ არსებობს ამაზე საუბარი ან დომო და ჯარისკაცს. და აუცილებლად საუბრობს ვისთან ერთი თავის ძმაკაცთან, რომელსაც რაღაცას ილაპარაკებს და მეორე ძმაკაც ეტყვის რა შეჩემა რა, ხო ხდება? დაიკიდე. ხო, დაიკიდე, მეც ვარესი, მჭირს. ეგ რა არის ბიჭო? ხო. იმ დღეს კი რაღაც გადმოუხდი ტიპს და რაღაცა და ანუ ეგ მომენტები უფრო მამაოსთან აქვთ, უნდა გქონდეთ და აქვთ კიდეც გქონდათ. და მამაოებსაც რაღაც გამოსწრება აქ მამაოებს მაშინ უნდა გქონდეთ შესაბამისი ცოდნა, როგორ და თუმცა ჩვენ გქონდა პრობლემები, როცა მამაოები ამას თავის სფეროში მოგვარება, ანუ თავის გადასახედიდან მოგვარებას. ხო, თავის მაშინ როგორ გითხრათ არ გამოგქონდათ გარეთ ესე რომ ვთქვათ. რაც რაღაც მხრივ მისი საიდუმლოს გამოტანება, ხო, საიდუმლოება არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო, ჩვენი ინტერესი, საერთო ინტერესის არის რომ სამხრეთ მოსახლეობას არ ქონდეს ეს აშლილობა და ამ აშლილობით პრობლემები არ გამოიწვიოს. მადლობა რომ ამდენი ხანი გვიყურებთ. აქვე თუ არ დაგილაიქებიათ, ჯერ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აშერეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. შენ ფსიქოლოგიურ დახმარებაზე საუბრობდი და აი მე თავიდან რომ ცოტა ეჭვი შევიტანე რომ ფიქრობს კი ადამიანი და თვითონ მოუნდება კი ამის ამბავი. მე რომ საგანგებოში მუშაობდი, ახლა მე ხანძრე მაშველებით საკმაოდ სტრესულ მაში გარემოში არიან ხო რაღაცაში. მე ძალიან ბევრს ვცნობ და მანდაც საჭიროა აუცილებლად. და ჩვენ მოვიყვანეთ ფსიქოლოგი მაშინ მე როცა იქ მუშაობდი, ამ პერიოდში მოხდა ეს ამბავი და იმისთვის რომ აი თქვათ რიგით მე ხანძრე მაშლოს უხერხულობა არ ქონოდა რომ აი ახლა ფსიქოლოგთან და ვიღაცა ვინც გამოცდილი მე ხანძრე მაშველები იყვნენ და რაღაცა დაჯილდოვებულები და დიდი ბევრი წლის ნამსახურები და აღიარებული ავტორიტეტები თვითონ სისტემაში იმათმა დაიწყეს პირველი სიარული ამ მგოგოსთან რა და სხვებისთვის ეს მაგალითი იყო რომ ეს უხერხული კი არ არის კაცო პირიქით ეს ნორმალური ამბავია და ეს საჭიროა რომ მე შენ არ წახვიდე და ეს შენი რაღაცა დემონები და ხანძრები და მკვლელობები და სიკვდილი და აფეთქება, რასაც სამწუხაროდ ადამიანები ხედავენ, სახში არ წაიღო და ოჯახზე არ გადაიტანა, ხო? ეგ კი არა ხარ ამოსატანია საერთოდ ამ ამბავთან ჟურნალისტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ფოკუსირებულები ვართ კონფლიქტების გაშუქებაზე. ჩვენ ქვეყანაში თქმა უნდა არ ხდება, მაგრამ ყველა დიდი და სერიოზული მედია ორგანიზაცია, როდესაც ჟურნალისტს უშვებს კონკრეტული რაღაცა ოპერაციის გასაშუქებლად ან რაღაცა იქიდან რო ჩამოდის თვითონ უფინანსებს შვებულებას სადღაც ეგზოტიკურ გარემოში, სადაც უნდა ოჯახთან ერთად, თუ ოჯახი არ ყავს ვისთან ერთად, ანუ რაღაცა, ანუ 1+1 ადამიანი თვისეთ შენ გიდა არჩევ, მიდიხარ ამ შენ რაღაცა და საერთოდ ყველაფერს all inclusive რასაც ქვია, აი მასეთ პაკეტს გაძლევენ და მიდიხარ რომ ეს განტვით რომ აი ხა თან ახლა ჟურნალისტები კი ხა ოტო თუ არ გასულებს იმეს შეიძლება მოგონებმა ხო აი ეს მისი რაღაცა მოუარა რა და ეს რა არ ვიცით ხო იმას ვამბობდი ანუ ჟურნალისტებსაც კი ყველა სერიოზულ
იმაში რა ქვია ქვეყანაში ასე ექცევიან და უშვებენ რეაბილიტაცია, ხო? კარგი, პრინციპში ნელ-ნელა შეგვიძლია ჩვენს ბოლოში გავიდეთ და ვთქვათ რომ რაღაც ის გავაკეთოთ შეჯამება შენ ასე ვთქვათ. ანუ პირველ რიგში ჩვენ მთლიანობაში აზე ვისაუბრეთ, ხო? ჩვენ განვიხილეთ ის რომ ზოგადად განათლება ამასთან მიმართებაში იმ რგოლში არ არის საქართველოს თავისუფლ ძალებში, რომელიც პირდაპირ შეიძლება აღმომჩენი იყოს და პირველ ხაზზე ეს დაინახოს სამხედრო მოსამსახურეებში. აღარ ვსაუბრობ რომ სამხედრო მოსამსახურეებს ეს ინფორმაცია მიეწოდება და ზოგადად ამაზე ცნობადობა იყოს მაღალ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს ყველაფერი. მით უმეტეს როცა ჩვენ მუდმივად შეიძლება რაღაც საომარ სიტუაციაში და ეგეთ ქვეყანაში ვართ რეგიონში. მე შევადარეთ ჩვენ ეს ყველაფერი თუ როგორ ხდება სხვა ქვეყანაში, შევადარეთ ის ანუ მე ჩემი შეჯამება იყო ამ საკითხისა შედარება რომ როგორ აღმოაჩინა და გავავლე პარალელები თუ როგორ ხდებოდა ანუ სხვა ქვეყნის ქვეშ მყოფ მისიებთან არ განვიხილეთ სხვადასხვა და მოკლედ შემიძლია ვისაუბრო რომ ან დაჭრილად სახარჭებული ადამიანები პირდაპირ როდესაც იგზავნებოდნენ გერმანიაში და ამერიკაში ისინი ყველაზე მეტად ინფორმირებული დღეს ყველაზე მეტად ინფორმირებული სამხედრო მოსამსახურეები არიან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები რომელმაც გაიარეს ეს პროცესი და მათი რესურსის გამოყენება შეიძლება მაგას ვამბობ ანუ ეს სამხედრო მოსამსახურეები პირდაპირ და იყვნენ ფსიქოლოგიურ თეორიულ თუ პრაქტიკულ რეაბილიტაციაში ჩართულები და შემდეგ ჩვენ განვიხილეთ ვისაუბრეთ იმაზე რომ ანუ როგორ შეიძლება აღმოჩენ რაღაც სიმპტომები იყოს რაღაც ნიშნები იყოს ოჯახის წევრები რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ადამიანები არიან ან ჩვენი მეგობრები რომლებიც და უბრალოდ დაგვაკვირდებიან და აღმოაჩენენ და განგაშის ღილაკს დააჭერენ ესე რომ ვთქვათ ხელს და ვისაუბრეთ თუ რა არ გვაქვს და რა იქნებოდა კარგი ეს ხალხი მეც გამომრჩა რა კარგად შეიძლება ამ რესურსის გამოყენება ჩვენ ახლა ორივე ვიცნობთ რამდენიმე ადამიანს მინიმუმ ვინც თავიდან ბოლომდე გადაეშვებოდა ამ საქმეში და ძალიან კარგი მაგალითები იქნებოდა და თან კარგად შეეძლებდა გადაცემას და მე თუ მკითხავ ანუ დარწმუნებული ვარ ამერიკაშიც ესე მოხდა სხვა ქვეყნებში სავარაუდოდ ნორმალურ ქვეყნებში მოხდა ისე რომ ამათი გამოსილების რაც არ უნდა ფსიქოლოგი იყო და განათლება ჰქონდეს გავლილი აქვს თავის ტყავზე ეხლა ჩვენ მე მომისმენი ახლა ბევრი სამხედრო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე რომლებიც ესე იგი დიდი ხნის მერე ვერ იაზრებენ რომ რა მოხდა საერთოდ მათ თავს ანუ წარმოვიდგინეთ აღარ ჯერ ამხელა ეს არის ტრავმა რომ აღარ ხარ ჩვეულებრივი ისეთი ესე სრულყოფილი ადამიანი აღარ გაქვს ხელი შეიძლება აღარ გაქვს ფეხი ან შეიძლება არც ეთი და როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება და ჩვენ ყავს ძალიან ძლიერი ანუ ორმაგად გმირი სამხედრო მოსამსახურე რომლებიც ერთი აი შემიძლია მე პრობლემა არ მაქვს ესე რომ ვთქვათ ეს მაქვს უფლება ესე რომ ვთქვათ ვახსენო თითქმის ყველა ჩემთვის გმირები არიან, თითქმის ყველა გმირები არიან, მაგრამ აი მაგალითისთვის რომ მისი თამადობით ესე რომ ვთქვათ, დადიანი, არც დადიანი, თემო არჩილი კიდე მეორე მეგობარია. შიდოვა მისდევს. თემო დადიანი, რომელიც ანუ არაერთგზის რეკორდსმენი ადამიანი, რომელიც აი წარმოვიდგინე ამ ყველაფრის ორი ფეხი არ აქვს, კიდურები არ აქვს, ფეხები არ აქვს და ხელი აქვს დაზიანებული და ანუ მიუხედავად ამისა სრულყოფილად ცხოვრობს ადამიანი. ანუ ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას თხილამურებზე და სამთო ადამიანი გაუჩერებელი, რომელიც მაგალითია სხვებისთვისაც და კიდევ ბევრი გვარი შემიძლია ვთქვა აი თოლენდია და ბევრი ბიჭები რომლებმაც ეხლა რო ჩამოთვალ ვიღაც გამომრჩება და ამეგული დავსოს. ამიტომ თემას თამადობთ თქვათ ასე თქვათ აი თქვენ რო იცნობდეთ და იქნება მე დაგვთანხმდეს და ერთ-ერთ ეპიზოდში მე მინდა კი ვესაუბრო რომ თქვენ რო მას იცნობდეთ როგორი თვითირონია, თვითიუმორი და იუმორი აქვს ანუ წარმოუდგენელი არის რა და აი ეგ ადამიანი შეიძლება აი მაგ მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნოს საერთოდ რომელიც ეგ ყველაფერი არის სწორი რეაბილიტაციის შედეგი სწორი ადამიანების მიერ გაკეთებული და ჩართულობა ქონდა სწორ ადამიანებს რომელმაც მისცა
თემოს მუხტი და ძალა დაანახა მასში ის ძალა და ადამიანმა რომელმაც მე მგონი უკვე 2 მაგისტრატურა დაამთავრა რამოდენიმე რეკორდი სოფლიო რეკორდის ავტორი და პატრონიც არის პარასპორტში და არის მაგალითი ან ნებისმიერი სამხედრო მომსახურე და ამეთანხმება დაჭრილი სამხედრო მომსახურე რომლებიც მაგალითი არის რომლისთვისაც მაგალითი არის თემო თუმცა აი თემო არ არის პირველი და თემო არ არის ნომერ პირველი ძალიან ბევრი ბიჭები არიან თემოზე მაგარი ბიჭებიც არიან მაგრამ თემო ჩემთვის ესე ვთქვათ მე ვიცნობ პირადად ესე უშუალო და ვიცი მის ეს მიღწევები და მაგიტო ვამახვილებ ყველას კარგი დღეისთვის დავასრულოთ მადლობა რომ აქამდე გიყურებდით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გამოიწერეთ არხი და გვალაიქეთ და აშიერეთ თქვენ სოციალურ ქსელებში როგორც დაკვირდით შემდეგი ეპიზოდში გვექნება საუბარი გაწვევის სისტემებზე ზოგადად რა მოწყობის ჯარი გვჭირდება საერთოდ გვჭირდება კი და ასე შემდეგ ამ თემებზე ვისაუბრებთ მადლობა შენ რომ ეს თემა ესე წამოწიე და ამდენი ყურადღება დაუთმეთ თუ ასე ვთქვათ შიდა ტაიმერი არ მღალატოს ყველაზე გრძელი ეპიზოდი გამოგვივიდოდა მაგრამ ისეთი თემაა ხო უბრალოდ ისე იყო არ ვიცი კაი მადლობა შენ მადლობა თქვენ ნახვამდის მომავალ ორ შაბათამდე